never slow up, no I don't take shit, I got no love for the fakeness, I wanna play tough, I wanna hate this, I'll always show up. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო. დღეს ისევ ვაგრძელებთ ჩვენს სეირნობას ძველ თბილისში. დღევანდელი თემა გვექნება გაგიკვირდებათ და თბილისელი ფალავანი ქალები. აქ ერთ-ერთს გამოვარჩევთ დღეისათვის და ეს არის ძალიან ცნობილი მაშინ ანი ბაჯი. ანი ბაჯი ეს არის ქალი გმირი, რომელსაც შეეძლო მაგალითად ერთ გალახვაზე 20-23 კაცი ეცემა, იმიტომ რომ 23 თქო რეკორდი იყო. ოღონდ ისეთ ცემდა რომ აი რაღაც ასწავლად, ესე იგი, ნეკნები დამტრეული ჰქონდათ. აი აქ არის ერთი ლექსათქმული ვინ როგორ გალახა მაგალითად, რომ გაუთამაშა გიორგიმ ნაკები თელეთელია, ანამ დასტაცა ძირს დასცა, ტანი არ ახვა მთელია. აი მაგალითად. მეორემ ჩამოუარა, სოსია ბარბარელია. ეს ფალავნები მაშინ ცნობილი, ფაქტობრივად UFC-ა რა, მაშინ წარმოიდგინეთ და ეხლა გამოვიდეს და ანი ბაჯი, ასე რომ ჩემპიონი გახდეს ეხლა. აი ეგეთი რაღაც ხდება. მაგრამ ძირს ისე დაეცა, ვერც კი მოჰკიდა ხელია. გადმოხდა ბიჭი მესამე ივანე ვაშლოვნელია. ისე ჩაემტრა გვერდები ექიმის მაშოვნელია. ცალთვალა ბიჭი თამაშობს სახელად გმირი ელია. მასაც ხვირი და ნადინა რაც ესვა, რაც და ელია. სოფრომუკაც გამოვარდა ქვეგამიშვით გავალ აპეთ ყორე რაჭველი ფალავანი გახლავთ. ანამ ერთი გამოყრითა ზედ მიწაზე დაატყაპა. ანას გინებით მიუხვდა მუშტის ქნევით სირაჯ გოლა, ეს რაც ყოფილა, ანი ბაჯიმ ყარფუზივით შიგ ხალხისკენ გადისროლა. იმ დღეს 22 დასცა არვის არ ჰქონდა ფერია. ვენაცვალეთ შენს ქალობას, აუ, ხედავთ, ქალობას, გაგინატდეს შობელია. სიხარულით ჯინ დაბრუნდა, მთელი მუხტა სოფელია. აი ესეთი ლექსა შემორჩენილი, ისევ საინტერესოა რა ქარი ჩამონათვალი, ანუ იმ ფალავნების, რომლებიც ითვლებოდნენ სახელგანთქმული, ვერავინ ვერ ერეოდა, მოურევლები იყვნენ ფაქტიურად და ესე ანი ბაჯი ესე ერთხელის მოსვლით ცემდა და ტყებდა. სპარსელებთან დაძმობა შეუფიცია გამოჩენილ ფალავანს ხო და მათ ბაჯი დაურქმევიათ. ბაჯი სპარსული სიტყვაა და დასნიშნავს. ეს ქალი ამარცხებს ყველა განთქმულ ფალავანს. კლავში როსტომის ღონე აქვს და ხმლის ტრიალიც ემარჯვებაო. როსტომი მოგეხსენებათ, ხო? ეს შოთა რუსთაველის ხისტყაოსნიდან, ხო? აი აღწერილი არის ტანმაღალი, შავთვალ წარბის შუბლი მირონცხებულია, სახე მთვარე გაბადრული, ნიკაპს ხალი რგებულია, სიგზე თმისა კოჭებამდის მეტად დამშვენებულია, გული მკერდი და მკლავები როსტომს მიმგვანებულია. ესე იგი თან ლამაზიც არის როგორც ჩანს, ხო, თავისი ეშხია, ხო, კოჭებამდე თმები, მოჯირითე, ხმლით და ესე იგი როგორც ჩანს, იღებდა ასევე ბრძოლებში მონაწილეობას და ცნობილია რომ შევარდებოდა, რაღაც სასწაული ხდებოდა. ეთქვა ცნობდნენ კიდევაც როგორც აღწერილი და ბევრი ერიდებოდა კიდევაცო. ხო, აი ესეთი ყოფილა თბილისელი ქალი, მუხათელი რძალი ანა, მუხათი ადგილია ეგეთი. მაგრამ მარტო ანი ბაჯი არ არის ცნობილი თბილისის, ასე ვთქვათ, ფალავა ქალებში და მებრძოლ ქალებში. აგრეთვე არსებობს კიდევ ეგეთი ამბები, მაია წნეთელი, მოგეხსენებათ, ჩემთაობას ნამდვილად ახსოვს და ჩემზე უფროს. კიდე არსებობს წალკისელი თინა, ვაშლოვანელი თამრო. ხა რა ხდება, აი ამ ორ უკანასკნელზე, წალკისელ თინაზე და ვაშლოვანელ თამარზე ფაქტიურად ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოვიძიე. ხო, ესე იგი, აი ქალებს როგორ ახასიათებენ, ესე იგი, ამ ქალების რაინდობას წარმოდგენილი ხავს, ესე იგი ხალხს როგორც რაინდები ესა, მე შემორჩა ესე პროტესტანტი გმირი ქალები. აი ყაჩაღად გავარდნილნი, ბატონყმობის უარყოფელნი, სწორუფლებიანობის დამცვერნი და მამაკაცებთან ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლნი. აი ესე არის დახასიათებული. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო ყურადღებისათვის, თხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ დაალაიქებთ, ძალიან მომეწონება, თუ არ მოგწონთ, ეგეც გამეხარდება თუ აღნიშნავთ ამას და მომავალ შეხვედრამდე დროებით